გინდა მოგიყვეს საინტერესო ამბავი? გინდა? კი. კაი. წამო. ეს ამბავი სხვათა შორის გურიას ეხება და საკმაოდ სევდიანია. 1898 წელია და საქართველოს ესტუმრა ლევ ტოლსტოის ვაჟი ანდრიუშა, როგორც მას დედიკო ეძახდა მისი. დახვდნენ მას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ლევ ტოლსტოის ვაჟი იყო ბოლოს და მამამის ასე თუ ისე რაღაც კარგი ურთიერთობები ჰქონდა ქართველ ინტელიგენციასთან, იმ დროინდელთან. გაუმასპინძდნენ, შემოატარენ მთელი საქართველო, აჩვენენ სვანეთი, იმერეთი, რა თქმა უნდა, ბათუმს ეწვივნენ და აი იქ მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც შეცვალა ერთი ძალიან ლამაზი ახალგაზრდა თავადი სასულის ცხოვრება. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს კონსტანტინე სასულზე, ელენე გურიელზე. ილია ნაკაშიძის მოწვევით ჩამოვიდა ანდრიუშა საქართველოში, კონსტანტინე დახვდა მას ნაკაშიძე და მისი სამეგობრო, მაშინდელი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები იყვნენ ესენი, ჩოლოყაშვილები, ოქრომჭადლიშვილები და მოატარეს მთელი საქართველო, სვანეთი, იმერეთი და ბოლოს ჯერი მიდგა როგორც წესი და რიგი, რა თქმა უნდა, ზღვისპირა ქალაქზე, ბათუმზე და ბათუმსაც ეწვივნენ. ბათუმში ცნობილი ექიმის ოჯახში, ნიკო ელიავას ოჯახში, გამართულ წვეულებაზე გაიცნო ულამაზესი ელენე კონსტანტინე სასული გურიელი. ელენე იქ შემთხვევით არ იყო, ის ნაკაშიძეების ახლონათესავი იყო და ესეთ არისტოკრატიულ წრეში ტრიალებდა ჩვენი პატივცემული სტუმარი. როგორც წერილობით წყაროებში იუწყებიან, ძალიან შეუყვარდა არაჩვეულებრივი ელენე, იმდენად შეუყვარდა, რომ მესამე-მეოთხე დღეს მას ცოლობაც კი თხოვა. ელენე უთხრა, რომ მე ამას ასე ვერ გადავწყვეტო, ჩემს მშობლებს უნდა დაეკითხოთო. ანდრეი გამოქანდა რა თქმა უნდა ოზურგეთში გურიელების ოჯახში, სადაც ევედრებოდა, უმტკიცებდა, რომ უზომოდ უყვარდა ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი და სულ მალე, რამოდენიმე კვირაში ის ჩამოვიდა და მოსკოვიდან ნებართვით, კურთხევით მშობლებისგან და გრანდიოზულ ქორწილს გამართავდნენ. რა თქმა უნდა, გურიელებმა გაითვალისწინეს ეს ყველაფერი, რომ ბოლოს ტოლსტოიშვილია, ასე ჰაერზე ხო არ იტყვის რა ემესო და თანხმობა მიცეს თუ კი თქვენი ნება და შულსაც უნდაო, კონსტანტინემ კი ბატონო იყოს თქვენი ნება და ქნათ ქორწილიო. ანდრეი წავიდა, გახარებულია ოჯახი, ესეთი არაჩვეულებრივ ოჯახს უმოყრდებიან. მიდის საქორწინო სამზადისი, კაბა შეუკერეს და დაუკვეთეს თბილისში დიზაინერთან, საქორწილო სამზადისი, სეფა, ხარჯები, სტუმრების მოწვევა, მაგრამ ერთ-ორ კვირაში ჩამოდის წერილი, რომელმაც ყველაფერი თავდაღირა დააყენა. წერილში ანდრიუშა იუწყებოდა, რომ შეუყვარდა სულ სხვა ქალბატონი და ცოლად მოიყვანა ის. წარმოიდგინეთ ახლა ეს რამდენად დიდი დარტყმა იყო თავადიშვილისთვის, თავად ელენესთვის და ოჯახისთვის, როცა ასეთი სიტყვა ანათქვამი, როცა მთელი საქართველო და დასავლეთ საქართველო ემზადება ლამის ამ ქორწილისთვის და აი ასეთი ერთკვირიანი რაღაც ლუფტის შემდეგ პლასტინკა თავადმა გადმოატრიალა. სხვა მიყვარს და სხვა მომყავს სოლათო. ეს ვერ გადაიტანა ელენემ და თვითმკვლელობა სადა. რევოლვერი და ტყვია დაიხალა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა სასიკვდილო ტყვია. ფაქტობრივად ერთი წელი ის აგონიაში იყო და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. საბედისწერო გასროლის შემდეგ, როგორც თავადი ნინო ნაკაშიძე თავის მემუარებში ყვება, ის თავად იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად იასნა ეპალიანაზე ტოლსტოების ოჯახში, სადაც დედამისმა გაიხმა გვერდზე თავადის ქალი და უთხრა:
რამ გადარიაო ქალები ამ ჩემს შულზეო. ხო იცითო მას მამამისისგან მხოლოდ გვარი აქვსო და მეტი არაფერი ღირსება არ შერჩენიაო. ერთი ქარაფშუთა ადამიანიაო, ეს თავად დედამისი წერს. დედამისი ამბობს თავის ვაჟზე. ანდრიუშაო, ქარაფშუტაო, ხო ხედავთო, აი ორ კვირაში მოიყვანა სულ სხვა ქალიო და რა კარგიაო ის გოგონაო, რომ გადარჩა და თავი არ მოიკლაო. და საერთოდო ქართველების მიმართო ისეთი დამოკიდებულება მაქვს არა მყარიო. და ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი ასე დამთევდაო. მართალიაო, მამამისი კი ეუბნებოდა, რომ უნდა ჩახვიდე და ბოდიში მოიხადო სახალხოდ იმ ოჯახის წინაშე, ვინც შეარცხვინე სახალხოდვე. უნდა აგო ამაზე პასუხიო. მე თავად მომხრე არ ვარო, ჩემი შვილი იქ წავიდესო. ქართველები მაინც ფიცხი ხალხი ხართ და სავარაუდოდ მას სიცოცხლეს გამოასალმებთო. ძნელია ამ შემთხვევაში არ დაითანხმო დედას, ანდრიუშას დედიკოს, ტოლსტოის მეუღლეს, რომ სავარაუდოდ მართლაც გაუყენებდნენ კვირიკეთის გზას პატივცემულ ანდრიუშას აი ამ საქციელის გამო. მთელი ოზურგეთი გურია და დასავლეთ საქართველო შეიკრიბა ელენეს გასაცილებლად. როგორც წესი და კანონი იყო, 12-მა ასულმა გამოასვენეს მისი ცხედარი და ხალხმა ინება, რომ შემოქმედის ეკლესიამდე ფეხით გაესვენებინათ გურიელების სასახლედან. პროცესია იმდენად ამაღელვებელი და იმდენად მასშტაბური და ტრაგიკული ამბის ამსახველი იყო, რომ გაზეთმა იბერიამ საკმაოდ დიდი სტატიაც მიუძღვა ამ ყველაფერს. ბოლოს გადაწყდა, რომ შემოქმედის ეკლესიაში დაეკრძალათ ის და სხვათა შორის იმ დღეს იმ პერიოდში შეიქმნა შემოქმედის ეკლესიის აღდგენის კომისიაც. საქმე ეხება 1820 წელს მომხდარ აფეთქებას, როცა რუსებმა შემოქმედის ციხე ააფეთქეს და აფეთქების შედეგად ეკლესია მონასტერიც დაზიანდა. აი ასე გაგვიმართლა და არქიმანდრიტი მამა ელიზბარი დაგვეხმარა ელენეს საფლავის ძიებაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ღმერთმა დაგლოცოთ. დღეს ჩვენ ყოფებით შემოქმედის მონასტრის ტაძარში, სადაც დასვენებული ელენე გურიელის საფლავი, სხვათა შორის ძალიან მდიდრული საფლავი არის რა, ელენე გურიელის რა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა რა 1899 წლის 3 ოქტომბრით თარიღდება მისი გარდაცვალების დღე და საოცარი ისტორია ქონა ამ ქალბატონს რა. მისი სხეული სწორედ აქ შემოქმედის მონასტრის ტაძარში განისვენებს რა. ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი იყო, როგორც არქივიდან ამოვიღეთ მისი სურათი რა. საოცარი სილამაზის ქალბატონი იყო რა. და ღმერთმა განაათლოს მისი სული და ეს ერთი მდიდრულ საფლავში აქ შემოქმედის მონასტერში განისვენებს. მე წაკითხული მაქვს, ბევრმა არც კი იცოდა სად იყო შემოქმედის მონასტერი რა. იქო და გაიგო რუსი ეგზარქოსი იყო თუ რაღაც იყო და გაიგო აქ შემოქმედა და თანხაც კი აიკრება, საგრძნობლად თანხა აიკრება, რომ ეს შემოქმედის მონასტერი რესტავრაცია, მცირეოდენი მაინც გაეკეთებინათ, სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინათ რა. ხო და ერთ-ერთი ამ ქალბატონის დამსახურება არის, რომ ამ ბამბავმა ისე შეძრა ყველა ყურადღება მიიღო. და შემთხვევით მე კიდე ერთხელ გადავაწყდი ასეთ იმას, რომ ელენე გურიელი იყო შემოქმედშო წერაკითხის გამავრცელებელი საზოგადოების ისო ხელმძღვანელიო რა. და მე კიდე სწორედ ეს ელენე გურიელი იყო, მე შემოქმედში დაარსა, ასე ვთქვათ, პირველი სკოლა რა. და მისი მოსწავლეებიც ბოლო გზაზე აცილებდნენ წერას. და გააცილენ თავიანთი მასწავლებელი, ესე რომ ვთქვათ, ბოლო გზაზე რა. მე სევდიანი ისტორია. ძალიან სევდიანი ისტორია. დიდი მადლობა მამა. რატო გამახსენდა ეს ისტორია? იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკავშირდება შემოდგომას, შემოქმედის მონასტერს და გურიას. და როცა ლაპარაკობთ იმაზე, რომ რაღაც კავშირები გვქონდა დიდ რუსეთთან და იმპერიასთან და რაღაცეები იქიდან ვისწავლეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ აი ასეთი ადამიანებიც წიხლავდნენ ხშირად და აი ასე აბუჩად იგდებდნენ არა მარტო ოჯახურ ყოფას, ტრადიციებს, არამედ ელემენტარულ ადამიანურ მიდგომებს და ურთიერთობებს. ელენეს ისტორია საკმაოდ მწარე მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება აი ასე ხელის მოსმით ადამიანის ცხოვრება ბედნიერებიდან ჩამოაგდო ქვესკნელში.